ეხლა ჩვენ უხვევთ წალკისკენ, ხო? ბესო. თეთრი წყაროდან წალკისკენ მიმავალი გზა არის ეს. ძველი გზა კომუნისტების გაკეთებული. მანძილი ხო არ გინახი აქედან რამდენია წალკამდე? თეთრი წყაროდან ამ გზით წალკამდე? ვერტი 30 კილომეტრი. სულ არის 100. აქ დაყრილია და გადასწორებულია გზაზე რაღაც ხრეში. გამზადებულია ასფალტისთვის. შეიძლება ასფალტიც კი დააგონ, არ არის გამორიცხული. ეს თეთრი წყარო წალკა, რკინი გზა. ლილა. კი, საკმაოდ ლილა სიგრილია. გერად შივა მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა ჩვენ მოვდიოდით თეთრი წყაროდან, გადმოუხვიეთ მოკლე გზარით, წალკის მიმართულებით და გზად წალკამდე შეგხვდა რუკაზე აღნიშნული არის პატარა ტბა და სანამ ტბამდე ამოვედით, წავაწყდით ასეთ კარიერს, ქვის ბაზალტის კარიერი იყო, უზარმაზარი ლოდები არის აქ დატოვებული, საკმაოდ ძველი კარიერია, ეს ეტყობა და ქვევით ტბაზე ჩავედით, ტბა უნდა გვენახა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტბა არის დამშრალი ახლა და ფერმა არის მანდ და ძროხები ყავთ. ეს კარიერი საკმაოდ საინტერესო ადგილი იყო. ასეთ მიტოვებულ ქვის კარიერს წავაწყდით, სადაც მოეპოვებოდა მიწიდან, კლდოვანი მიწა არის, აქ ქანები და მიწიდან მოეპოვებდნენ ასეთ ქვის ლოდებს, რომელსაც მე ამუშავებდნენ და აკეთებდნენ ფილებს. ვიდეო კონტროლი მე ვარ. ჩვენ ივანოვკაში არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ მარჯნის, რომელი სოფლისკენ? კლდეისისკენ. და წალკისკენ რომელი გზა მიდის ესა? ეს მიდის წალკისკენ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ ახლა ვადგავართ თეთრი წყაროდან წალკისკენ მიმავალ გზას. გავჩერდით აი ამ ადგილზე, ძალიან ლამაზი ხედია. აქ არაჩვეულებრივი ბუნება არის. ეს ადგილი არის ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. მივდივართ სოფელი კლდეისისკენ. მანდ გვაქვს დაგეგმილი ერთი გაჩერება და გადაღება ლამაზი ადგილების და რომ მივალთ გაჩვენებთ. მაგრამ კაი მანძილი რამდენია მაინც? დაახლოებით მანდ არაჩვენებს. 10 კილომეტრამდე შეგვიძლია. რამდენი? 6. მე ცოტა. აქედან აშკარად არ დადიან. ო, არა, ეტყობა რომ როდან ამოდიან უეჭვენ. ალბათ. არის რა, ახლა თვეში ერთხელ განავლილი. ველური ბუნება, აქ არავინ არაა ბესო განავლილი ეტყობა გზას. გაყვალული არის. ბალახი რაც ამოვიდა, აქ გაზაფხულის მერე არავის არ ურია. მარცხნივ თუ მარჯვნივ? გაყვალულს გაყევ. გაყვალული არც ერთი არ არის. აგერ გაყვალული ეს. რომელია გაყვალული? დარწმუნებული ხარ? არა.
არ მიდის სადეი. ქითაც მიდიოდა გზა. ახლა ერთი წირა ხდება რაღაც შეხვდა ეხა ჩვენ პატარა მდინარე და წვიმის წყალით არის გაფუჭებული გზა. შევხედოთ ერთი. გადავივლით თუ ვერა. კი. მოდი. ცოტაც. კაია. ავიდა. ესეთ გადმოსვლა. არაფერი ისეთ. აი, აქედან იყო მეორე გზა. ეცი და იგივეა მე მგონი. კაი ტალახში მოვიდი. ბიჭო. უკან ხარ გავიდი რა. მაგარი ტალახი. შემოვლითია. ვიღაცამ შემოუარა. მე რა ჩავიდი რა. რო გადაიღო მე თქვიდე. აი ეს ჩავიდეს. ისე თუ არა. შენ ამოდი მაკედან ჯერ ამოდი. გაიგლისა სულ. სულ გაიგლისა. წინ წადი და წამოდი. უკან. აი არა წვალო, მიდი წინ. ურა. ცოტა მარჯვნივ აიღერული. ხო, ახლა წინ მიდი. ბოლომდე ნენელა მიდი. უაბუქსავებ კაცო. აი უკან წამოდი რივოკით. იდე
მოიცა აბა ერთი ვნახო რა ხდება. არ უნდა აგეშვა. არა, ეხლა გვიარია. დადი წინ. ჩაადგი. Ai, rivokი აიღე, rivokი. Davai. Ai, არა ბუქსაო, ეხლა წინ წადი. ცოტა კიდე, აია. Davai. აია. ეხლა კიდე. ბევრი არ წახვიდე, აია. Davai. Dadi. Davai, rivokი. მე მგონი იქეთ აიფლობა. Машина звонила лачик, блядь, нахуй. საიდან ამოვედით მაგის დედავატი. მე კი დავისვენდა ფახემისულდა. ამოვედით, მაგრამ ეხლა ეს ადგილი საიდან გადავიარეთ? ნახ, ეს ადგილი ახლა დაგვიჯერეთ ჩვენ რო გეტყვით. აი იქიდან მარჯვნიდან. იქედან. იქედან განავლელია მანქანა. აი იქიდან, აი. აი ეს ხელშიდან ნაჯახი აქედან. ate. ის ხერხი დაისვა ისე? კი. აი გამოჩნდა. თუ არ ჩავიფლეთ. არა, არაფერი ეთყობა ეგეთი რომ ჩავიფლობით. ქვიანია. მაგარად. ძალიან ძველია თქო. ნიში არ არის? ეს გამხმარი ხე არის სურათში. რამადა მე სამ ხესთან გახდეს ეს. ელვამ დაარტყა. შეიძლება ხო ელვამ დაარტყა. აქ მოუხვი აქ. იყოს აქ გავოჩერე. არ მიხვიდი იქ რა? არა, აი გავოჩერებ რა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. ამოვედით ჩვენ დიდი კლდეისის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ულამაზესი ადგილია, ენით აღუწერელი სილამაზეა აქ. ვიდეოთი ნამდვილად ვერ გადმოცემ იმ გრძნობას, რაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს ამ ადგილებში მოხვედრის დროს. აქ უნდა ამოხვიდე ფიზიკურად და შეეხო ამ სილამაზეს ხელით, შეისუნთქო ეს სუფთა ჰაერი, იგრძნო ეს საოცრება, აი ძალიან მაგარი ადგილია. აქეთ რაღაცა შენობა იყო აშენებული, მაგრამ ამჟამად დანგრეულია და დაშლილია. მოდით ახლა მივიდეთ და ახლოდან დავათვალიეროთ წმინდა გიორგის ეკლესია. ბესო აბა კიდე რა, ბესო ზარები. გზა წმინდა გიორგის ეკლესიამდე მოსასვლელი ცოტა რთულია, ერთ ადგილზე გავიჭედეთ, მაგრამ ამოვედით. უძველესი ეკლესიაა. ეტყობა ნაშენზე. პატარა, მაგრამ კოხტა და ლამაზი. ნახეთ როგორი ბუნება.
აქ ალბათ ცხოვრობდა ვიღაცა, სახლი იყო ძველი აშენებული, მაგრამ ახლა დანგრეულია. აი იქითაც მოშორებით არის ფაცხა აშენებული, საქეიფო მაგიდა სკამებით გადახურული. აქამდე პრინციპში მანქანა ჩამოვა ზევიდან. ყოჩახ ვინც ააშენა ეს ადგილი. გადახურულია, წვიმა არ შეგაწუხებს, მშვენიერი მაგიდა და სკამებია, კულტურულად, ცოტა ბალახია ამოსული გარშემო, მაგრამ შემოდგომით აქ საერთოდ ბალახი არ იქნება და გადასარევი ადგილი არის, აქ დასასვენებლად რომ მოხვიდე. შევიდეთ ახლა ეკლესიაში, სანთელი თუ არის დავანთოთ. თუ არა და წამოღებული გვაქვს სანთლები, დავანთებთ. მოვინახულებს ეკლესიას და მერე გავაგრძელებთ ჩვენ ექსკურსიას. კლდეისის წმინდა გიორგის ეკლესია. პატარა და კოხტა ეკლესია. 1899 და იქ შიგნით 1869-ია. სახურავი გაარემონტეს ეტყობა და ცოტა შელესეს. სადაც 130-140 წლის წინ ვიღაცა იყო აქა, მაშინ გაგანია ნიკოლოზის პერიოდი იყო. და სიმშვიდეა. ისეთი სიწყნარი, აი ნერვებს რო ამშვიდებს რა. აქ უნდა მოხვიდე დილით და საღამომდე უნდა იყო. სამწვადე წამოვიღო, ცოტა ღვინო და ძალიან მაგარი ადგილია. ის აქეიფოც ვნახებესო, მაგარი გაკეთებულია კოხტად. ძალიან ბევრი ისინია, კოღოები და რაღაც. კოღო და ბუზი არის ხო, იმიტომ რომ ის არის ეხა ცხელა, ბალახიც ძალიან დიდია და მაგ მხრივ ცოტა არაკომფორტულია თორე. წავიდეთ მაშინ, წავიდეთ. Rata.